გამორჩობათ. პეტის ბოთლები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება წყლის, წვენების, კოკა-კოლას და ალკოჰოლური სასმელების შესანახადაც, შეიცავენ ბისფენოლ A-ს, რომელიც საკმაოდ კარგად იხსნება სპირტიან სასმელებში. ეხლა რა არის ბისფენოლი A, BPA? ეს არის ქიმიური ნაერთი, რომელიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში და იგი ცნობილია როგორც ენდოკრინულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედი და აქვს ესტროგენული, ანუ ქალური ჰორმონის მსგავსი აქტივობა. კვლევები მაჩვენა, რომ BPA უკავშირდება ესტროგენულ რეცეპტორებს, ალფა და ბეტას, R-ალფა და R-ბეტა და იწვევს ესტროგენულ ეფექტებს. ასეთი ნივთიერების მიღება არც ქალისათვის არ არის რეკომენდირებული, მაგრამ მამაკაცებისათვის განსაკუთრებით. ეს რეცეპტორები მამაკაცებსაც გვაქვს, შემდეგ ყველაზე მაგარი ბიჭების ორგანიზმიც ნორმაში გამოიმუშავებს ესტროგენებს და ეს საჭიროც არის, თუმცა რა თქმა უნდა ქალებთან შედარებით ესტროგენების გამომუშავება მამაკაცის ორგანიზმში გაცილებით ნაკლებია. გარდა ამისა, BPA მოქმედებს როგორც ანდროგენების, ანუ მამაკაცური ჰორმონების რეცეპტორების ანტაგონისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ხელს უშლის მამაკაცის ჰორმონების მოქმედებას. ანუ თან ქალის ჰორმონის მსგავსი მოქმედება აქვს და თანაც მამაკაცურ ჰორმონებს ბლოკავს. ეხლა გვინდა ჩვენ ყოველივე ეს. ეს ნივთიერება გამოიყენება საერთოდ პლასტმასების და მათ შორის პეტის ბოთლების წარმოებაშიც და უკეთ იხსნება სპირტიან სასმელებში, ვიდრე უალკოჰოლო სასმელებში. ამიტომ პეტის ტარაში არ გირჩევთ ღვინის და არყის შენახვას. თუ დაკვირვები ხართ, მხოლოდ ნაკლებ ალკოჰოლიანი სასმელი, ლუდი ისხმება პეტის ბოთლებში, მაგრამ არც ის არის სასურველი. უმჯობესია, რა თქმა უნდა, მინის ტარა. ეხლა ერთჯერადად, რა თქმა უნდა, არაფერი არ მოხდება, ერთჯერადი მიღებით პეტის ბოთლიდან, მაგრამ წლობით ასეთი ტარიდან სპირტიანი სასმელების მირთმევა უკვე რეალურად აისახება მამაკაცების ჯანმრთელობაზე. უარესდება სპერმის რაოდენობა, ძვრადობა, მორფოლოგია, ანუ ყველა ძირითადი პარამეტრი. ანუ რეპროდუქციული ჯანმრთელობა მამაკაცის მკვეთრად შეიძლება გაუარესდეს. ახლა პრობლემა იმდენად დიდია, რომ რეპროდუქციული მედიცინის წამყვანმა სამეცნიერო ჟურნალმა Fertility and Sterility, ქართულად ითარგმნება როგორც ნაყოფიერება და უნაყოფობა, მთელი ერთი ნომერი დაუთმო ბისფენოლი A-ს მავნე ეფექტებს. ეხლა ეს ნივთიერება პრაქტიკულად არ იხსნება წყალსა და უალკოჰოლო სასმელებში, თუმცა თუ მჟავას შემცველი წვენებია, მაგალითად ვაშლის წვენი ან ლიმონმჟავა არის სითხეში, ის შეიძლება გაიხსნას კიდეც. გამოსავალი მარტივია. სპირტიანი სასმელების შესანახად უნდა გამოვიყენოთ მინის ტარა. ბისფენოლი A უკეთ იხსნება კონცენტრირებულ სპირტიან სასმელში და მაღალ ტემპერატურაზე. ამიტომაც სპირტიანი სასმელი თუ აუცილებლად უნდა შეინახოთ პეტის ბოთლში და უსასწრაფოდ სხვა მეტი შანსი არ არის, მხოლოდ რაც შეიძლება ხანმოკლედ რამდენიმე საათით და რაც შეიძლება ცივად, რომ გახსნა ნაკლებად მოხდეს. აი არყის შენახოს პეტის ბოთლებში განსაკუთრებით მოერიდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.